მოგესალმებით, პატრიცემულო საზოგადოება. უაღრესად სასიამოვნოა, რომ ამდენ ადამიანს ხედავ შეკრებილს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ და სასიხარულოა ჩვენ ხედავთ, რომ ის მნიშვნელობა, რომელსაც ქართული საზოგადოება ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და ამ საკითხებს არანაირად არ იწევს ქვევით, არამედ მუდმივად სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს სასიხარულოა განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ შარშან დაახლოებით ამ დროს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 2015 წელი გენდერული თანასწორობის წლად, ქალთა წლად გამოგვეცხადებინა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გვესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა, არ შემიძლია რომ არ გავიხსენო ის მძიმე სტატისტიკა, რაც შარშან საქართველოს ჰქონდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. ჩვენ ვერ გავექცევით და ვერ დავმალავთ ამ სამარცხვინო და მძიმე სტატისტიკას, განსაკუთრებით დღეს, როდესაც დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ კიდე ერთი ასეთი მსხვერპლი არის ჩაწერილი შავი ასოებით ჩვენს დღევანდელობაში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ 3 შვილის ქალბატონი გამოასალმეს სიცოცხლეს და აი ამ მძიმე ფონზე მე მინდა ვისაუბრო იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ როგორც საზოგადოებას ჰქონდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მზაობა და ჩართულობა ამ მხრივ მთელი საზოგადოების მხრიდან და მე კიდევ ერთხელ მივესალმები ყველა ადამიანს, ვინც დღეს აქ შეიკრიბეთ, მე მივესალმები იმ ყველა ადამიანს, რომელიც ძალიან აქტიური არის საზოგადოებაში, ამ პოლიტიკური დღის წესრიგის წამოწევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობა უზრუნველყოფს არა მარტო იმას, რომ ასეთი ტრაგიკული მოვლენები არასდროს არ გამეორდება, არამედ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად ჩვენ ქვეყანას შევქმნით ისეთად, როგორიც საქართველოს და ქართული საზოგადოება ნამდვილად არის. დღეს ამ დარბაზში ჩვენ შევეცადეთ ცოტა მაინც საკუთარი თავისთვის, ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის შეგვეხსენებინა და გვეჩვენებინა, რამდენად აქტიური და აქტუალური არის ქართულ კულტურაში, ქართულ საზოგადოებაში ქალის როლი. ეს რა თქმა უნდა არის ალბათ მემილიონედი იმისი, რისი ჩვენებაც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ერთი არის მნიშვნელოვანი. როგორც საზოგადოება ჩვენ ვითარდებოდით და ვითარდებით როგორც სრულფასოვანი თანაარსებობა ქალებისა და მამაკაცების. ეს ხდება ყველა სფეროში. იქნება ეს მეცნიერება, კულტურა, იქნება ეს ჩვენი ერთიანი სოციალური ფონის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალის როლი, ის როლი, რომლის წამოწევაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, თავიდანვე პოლიტიკურად იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი წამით რომ გავიხსენოთ ჩვენი ისტორია და ის, რაზეც ძალიან მნიშვნელოვნად ფუძნდება ქართული კულტურა, ანუ ის როლი, რომელიც ქრისტიანობას აქვს ჩვენს კულტურაში. ქრისტიანობა იმიჯების და ზოგადი ხატების დონეზეც დაკავშირებული იყო ქალებთან. ეს იყო განსაზღვრული იყო საქართველოს როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა წმინდა ნინომ ქალმა. ის პირველი პოლიტიკური ფიგურა, ვინც მიიღო ქრისტიანობა, იყო დედოფალი ნანა. ეს იყო დასაწყისი. შემდეგ ჩვენ გვყავს პოლიტიკური ლიდერები. თამარ მეფე, რუსუდან დედოფალი. აქ არის საუბარი იმ ქალებზე, რომლებიც ქმნიდნენ და აყალიბებდნენ საქართველოს პოლიტიკას.
ქართველი დიპლომატი ქალები თამარის დოს, ხვაშაკ ცოქალი და კრავაი ჯაყელი. შემდეგ უკვე თანამედროვეობაში ქალთა მოძრაობები, რომლებმაც საქართველოს თუნდაც 1917 წელს მოუტანეს ქალთა ხმის უფლება. ანუ ჩვენ ნათლად ხედავთ და ეს არის მცირე ნაწილი. ჩვენ ნათლად ხედავთ, რომ ჩვენ საზოგადოებრივი პოლიტიკური იდენტობის ფორმირებაში ქალები როგორც პოლიტიკოსები, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების შემქმნელები უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დღეს მე ისე უბრუნდები იმ სატკივარს, რაც სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ. ძალადობას ქალთა მიმართ. ამ ძალადობის მიმართ ქართულმა საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტი გამოიტანა და ერთმნიშვნელოვნად დაგმო. მაგრამ გასააზრებელია ის, რომ რეალურად იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ უფრო ძლიერი, უფრო მოქმედი, უფრო ეფექტური საზოგადოება, ჩვენ უნდა გავუხსნათ ქალებს შესაძლებლობა პოლიტიკური უფრო აქტიური მოღვაწეობის. ჩვენ შორის არიან ძალიან ბევრი გამორჩეული პოლიტიკოსი ქალბატონები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე საქართველოს მთავრობაში. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩემი წლევანდელი პოლიტიკის ფარგლებში მე მუდმივად ცდილობდი, რომ ქალბატონები ყოფილიყვნენ იმ მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რომელსაც მე წარვადგენდი. ასეთი არის მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი, ჩემთან ქალბატონი მუშაობს, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ იმ რეფორმებში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც უმნიშვნელოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვნეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში, არასდროს არ შესულა არავით არ გარიგებაში, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან და დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს ქალბატონი ნინო გვენეტაძე. მე ამაყივა, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა და ის პარლამენტმა განაწესა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. თუმცა ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ინდივიდუალური დანიშვნებით და თუნდაც ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის, მათ შორის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით ან ემოციებით. ჩვენ უნდა გქონდეს აბსოლუტურად სტაბილური სისტემა იმისთვის, რომ სახელმწიფოში უზრუნველყოთ რეალური გენდერული თანასწორობა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტში შეტანილი არის კანონი გენდერული ბალანსის შესახებ საპარლამენტო სიებში. აქაც ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ძალიან ნათელი პრინციპული პასუხები. არც ერთი და არავინ არასდროს არ აფიქსირებს წინააღმდეგობას გენდერულ თანასწორობასთან. თქვენ ვერ იპოვნით პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობა მიუღებელია. მაგრამ ყველა პოლიტიკოსმა ძალიან ნათლად, ინდივიდუალურად, საკუთარი სინდისის წინაშე და თავისი ოჯახის წევრების წინაშე უნდა გასცეს პასუხი. ხარს უჭერს თუ არ უჭერს რეალურად პოლიტიკურ სისტემებში ამ პრინციპის გატარებას. ეს უნდა იყოს ინდივიდუალური პასუხი და არა ზოგადი მიმოხილვითი პასუხები, რომ იდეაში ქართველ ქალს პატივს სცემს და იდეაში ქართველი ქალი უნდა იყოს პარლამენტში. არა. ამ თვალსაზრისით ყველას გვმართებს ძალიან აქტიური პოლიტიკა, რომ ყველა პოლიტიკოსმა ნათლად დააფიქსიროს კი ან არა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია რეალურად ქალბატონების მოსვლა პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცის ახირებაა, არამედ იმიტომ, რომ ამის მეშვეობით გადაწყდება ერთის მხრივ ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენს როგორც საზოგადოება შევეხეთ და როგორც საზოგადოება შეძრწუნებული ვართ, როცა ქალთა ძალადობაზეა საუბარი, და მეორეს მხრივ ამის მეშვეობით გადაწყდება უფრო ჯამრთელი სისტემის, უფრო ჯამრთელი სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნა, იმიტომ რომ აჩვენებს სტატისტიკაც და რეალობაც, რომ ის სისტემები, სადაც მეტი ქალი არის წარმოდგენილი პოლიტიკური მმართველობის სისტემებში, უფრო სტაბილური, უფრო ძლიერი და უფრო რეალურ მიზნებზე, რეალურ ორიენტაციებზე, რეალურ მიზნებზე არის ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, მე ყველას კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რაც წელს, როგორც ქალთა წლის ფარგლებში განვახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, რომ
ბევრი სხვა კიდევ გამარჯვება გვექნება მოსაპოვებელი ამ მიმართულებით და იმედს გამოთქვა, რომ აღარასდროს არ გვექნება ისეთი მძიმე ამბები გასახსენებელი, რაც ჰქონდა შარშან და რაც სამწუხაროდ გვაქვს დღეს. დიდი მადლობა. Congratulations. Visited Ajara together.